ეს არც ისე ჩვეულებრივი ამბავი, ერთ ძალიან ჩვეულებრივ დედისერთა პატიოსან და სიმპათიურ ქალიშვილს გადახდა. ჩვენი გმირი ნათესაობის სიამაყედ ითვლებოდა. ამიტომ მშობლები ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდნენ მას. სხვათა შორის საკმაოდ ზრდასრულ ასაკამდეც. ასევე სხვათა შორის ჩვენი გმირის დედა შვილის საუკეთესო, უკაცრავად, საუკეთესო მომავალზე ოცნებობდა. სწორედ ამიტომ ხშირად დაატარებდა თავის სანათებო შვილს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად პანაშვიდებზე ან სულაც ქორწილებში, სასიძოს მოძებნის მიზნით. თუმცა დედის მცდელობები, ისევე როგორც ჩვენი გმირის მონდომება და დაუღალავი ძიებებიც, უშედეგოდ სრულდებოდა. საქმრო არადა არს ჩანდა. ასე ერთფეროვნად და ნერვიულად გრძელდებოდა ჩვენი გათხოვებას მოწადინებული გმირის ცხოვრება. მანამდე, სანამ აი აქედან, ან სულაც აი აქედან ერთბაშად ორი სასიძო არ გამოჩნდა. ერთი პერსპექტიული, მაგრამ არც ისე ხალისიანი, მეორე კი ძალიან მომხიბვლელი. უკაცრავად, ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ უფულო. არა, დამოუკიდებლად სწორი არჩევანის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩვენმა გმირმა ვერაფრით ვერ ამოირჩია საუკეთესოთაგან საუკეთესო. ამიტომ გადაწყვიტა მშობლებისთვის ეკითხა რჩევა. ანუ ორივე სასიძო დაეპატიჟა სახლში, ოღონდ სხვადასხვა დღეს. ერთი მაგალითად 25-ში? 25 დეკემბერს. მეორე კი საშობაოდ 7 იანვარს. ეს ისე, სხვათა შორის. მიუყვეთ მოვლენებს. დედაშვილი საგულდაგულოდ მოემზადა პირველი სასიძოს მისაღებად. დრო და ენერგია არ დაზოგა და ზღაპრული სუფრაც გაუშალა მას. სხვათა შორის სასიძოსთან ურთიერთობაც სასიამოვნოდ წარიმართა. ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე, ვიდრე გასათხოვარი ქალბატონის სახლში იმ კონკრეტულ დღეს დაუპატიჟებელმა სტუმარმა მეორე სასიძომ არ შემოაბიჯა, რომელსაც ალბათ ძველი ტრადიციის გავლენით, ან უბრალოდ იმიტომ, რომ დღესასწაულებში კარგად ვერ ერკვეოდა, შობა 25 დეკემბერს ეკონა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი საკმაოდ უხერხულ და გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. როდესაც სული ზეიმობს, როდესაც გარშემო ყველაფერი ბრწყინავს, როდესაც განწყობა მაღლდება, ესე იგი დღესასწაულიც დგება. დღესასწაული, დღე უცნაური, დღე გამორჩეული. მაგრამ რომელი დღე უნდა ჩაითვალოს სასწაულად ან გამორჩეულად, თუ კი ერთი და იგივე ღირსშესანიშნავ თარიღს რამდენჯერმე აღნიშნავს საზოგადოება. რომელია მათ შორის ჭეშმარიტი და ნამდვილი დღესასწაული? ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ, ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. 26 მაისია ჩვენი დღესასწაული და დანარჩენი ახლა ეს ახალი წელია, ბავშვებს უხარიათ, რაღაც ბავშვური ისინია შემორჩენილი, მეტი არაფერი. მიყვარდა 7 ნოემბრის და 1 მაისისაც. მაგრამ გავიდა ეგ დრო უკვე. ჩაბარდა პატრონს, ისტორიას. ასეთი ანეკდოტი არსებობს, რომ საქართველოშიო ჭამაო სამკვება უпроსორად სამჯერადი არის შობასო ახალ წელსო და კიდევ თორა ერთი სიტყვით რა ერთი სიტყვით ჩვენს საზოგადოებაში რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს დღესასწაულებს პრაქტიკული ელფერი დაედა. ვის არ უყვარს დასასწაულის აღნიშვნა? პრინციპში რადგან ვიღაცას ისე უხარია, ისე შეუძლია ის დღესასწაულოს და ვისაც როგორ უნდა ასე ვთქვათ, მე მანდ ვერ ვხედავ პრობლემას და. ნამეტანიც არ ვარგა ამდენი დღესასწაულები, რა ვიცი, ჩემი აზრით. ჯობია ერთხელ შეხვდე და გულით შეხვდე. არც ნამეტანი ვარგა და არც ისეთი დღესასწაული, რომლის შინაარსიც არ არის გასის ხორცებული. ორჯერ ვაღვნიშნავ შობას, მე მგონი ჯობია რომ ერთხელ იყოს. შობა 25-ში. 25-ში. შვიდში ქართული, ქრისტიანული და ისე 25-ში უფრო ხურს უფრო 25 დეკემბერი ესმის. ოღონდ ეს ორი სათაურად ვერ გავიგე. 7 ნოემბერს ტრადიციული ოჯახი მაქვს, ღორს დავკლავ და ავიცი. შობა 25 დეკემბერს. არა, 7 იანვარს უკაცრავა. არა, ჩვენ ამდენად არ ვიბნევით. შობა საერთოდ ალბათ უფრო ძველით ახალ წელს. მე მგონი ლოგიკურია, რა ვიცი. არა.
საქართველოში ყველაფერი ლოგიკას რომ ექვემდებარებოდეს, არ იარსებებდა ალოგიკური დასკვნების აუცილებლობა. ლოგიკური ფიქრი მტკვრის პირას. სადღესასწაულო მზადება საქართველოში ამ მთავარი ტერიტორიიდან, ამ მთავარი ატრიბუტების მომარაგებით იწყებოდა და ამ არც ისე მთავარი აქსესუარების შეძენით მთავრდებოდა. ანუ საქართველოში დღესასწაულისაკენ მიმავალი გზა ყოველთვის კუჭზე გადიოდა და ნაკლები ყურადღება ექცეოდა გართობა გალამაზების მომენტს. თუმცა გაევროპელებულმა ქართველებმა ტრადიციულ სუფრულ ჭამასმას ევროპული ალაფურშეტიც და სადღესასწაულო ფეერვერკებიც შეუნაცვლეს. ერთი სიტყვით, მონდომებით მომზადებული ქართული დღესასწაული დღეს ასე იწყება. ტრადიციებისა თუ ქართული ტემპერამენტის ვერ შეკავების გამო ასე ვითარდება. და ხშირად ასეთი ტიპის დაწესებულებებშიც კი მთავრდება. რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილის მიუხედავად. არის გარკვეული დღეები, რომლებიც ხოლმე ჩვენი და არასხვისი სტატისტიკით ხდება ხოლმე ის, რომ ზოგ სადღესასწაულო დღეს, რომელიც დაკავშირებულია ხოლმე ხშირად გარდაჭარბებულ მასთან და ასე შემდეგ, ადამიანის რაღაც გაურკვეველ ღრეობასთან, ხშირად თარდება ხოლმე გახშირებული ტრამვებით. სამწუხარო, მაგრამ ეს დღეებიც არსებობს. ეს შეიძლება ახალი წელი არ იყოს, შეიძლება თუ სხვა დღესასწაული იყოს, თბილისო მაგალითად, როგორიც არის. ქართული დღესასწაულების არც თუ ისე სადღესასწაულო ფინალი ამგვარი დაწესებულებებისთვისაც ჩვეული მოვლენაა. თუ ზეიმია, ზეიმი იყოს. ქართული საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. და ასე იყო. ზეიმობდნენ და ზეიმობდნენ ქართველები. აღნიშნავდნენ და აღნიშნავდნენ ყველაფერს, რაც აღსანიშნი იყო. ზოგჯერ იმასაც, რაც არ იყო აღსანიშნი, მაგრამ კეიფი და დროსტარება უყვარდათ და რა ეკნათ, კაცო. ერთი დღესასწაული რას მიქვიაო? ჩვენ ბატონო ერთი დღე არ ყოფნის მოსალხენადო. და რა გვენაღვლება? ავდგებით და ორ-ორჯერ აღნიშნავთ ყველაფერსო. ახალ წელს პირველშიც შევხვდებით და 14-შიც. აბა ძველით ახალ წელს შეხვედრა არ უნდაო? შობამ რაღა დააშავა. რა მოხდა მე 25-შიც რომ აღნიშნოთ და 7-შიც. ერთი რამე ვერ გავიგეთ მარტო. ახალი წელი თუ ახალი სტილით აღინიშნება. შობას ძველი სტილით რატომ ზეიმობდო? მაგრამ რა გვენაღვლება? თავარია აღნიშნის მიზეზი გქონდესო. მერე ისროა კიდე წმინდა ვალენტინის დღეო. მთელი ევროპა ამ დღეს აფრქვევს სიყვარულს და ჩვენ რითი ვართ მათ ზენაკლები ევროპელები? ჩვენ რა არ გვყავს შეყვარებულებიო? აღნიშნოთ, აბარაო, მაგრამ ქართულ სიყვარულს ცალკე დღე სჭირდება აღსანიშნად. და ამისთვის 15 აპრილი დაგვიწესესო. რა მოხდა მერე თებერვალშიც ვისიყვარულებთ და აპრილშიც. ის კი არადა. რატომ გაგვიუქმეს ნეტა მეგობრობის და ყვავილების დღესასწაულები? ვერ კეიფობდით მეგობრებში და ყვავილებში თუ რაში იყო საქმეო? და ზეიმობდნენ და ზეიმობდნენ მოლხენის მოყვარული ქართველები. ერთხელ კი არა, ორ-ორჯერ. ახალ წლებს, შობებს, სიყვარულების, დედების თუ ქალების დღეებს და ერთ რამეზეც წყდებოდათ გული. ნეტა რატომ ორჯერ არ შეიტანეს კალენდარში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღი, რომ ესეც ორჯერ გვეზე იმან, ორ-ორი ყანწით ხელშიო. აბა იყო და არა იყო რა, იყო დრო. ძალიან მოძრავი უძრაობის ხანა. როდესაც დღესასწაულები აუცილებლად ხალხმრავალი და მასობრივი უნდა ყოფილიყო. ჩვენზე უფრო ბედნიერი აბა ქვეყნად სხვა ვინ არის? ვისაც ასეთი ზეიმი არ მოსწონდა, არ ეზეიმებოდათ ხელფეხის ქნევით და სათანადო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მაშინდელი დღესასწაული აუცილებლად უნდა გაგხარებოდა.
დედა როგორ გვიხარია. სიხარულის საბაბს მაღლაც ყვეტდნენ და ახალ-ახალ ზეიმებსაც იგონებდნენ. მაგალითად, ყვავილებში დამეკარგე, ყვავილივით პაწაწინა. ამიტომაც ხალხს ხშირად ჰქონდა საზეიმო განწყობა. ვაიმე, არაჩვეულებრივი დრო იყო. რაც შეეხება ტრადიციულ დღესასწაულებს, განწყობა აქაც სათანადო იყო. იქნებოდა აბარა, როდესაც ასე მოგმართავდნენ. 1 იანვარი. სიმშვიდე. სიხარულის ჟამი. პირველი დღე ახალი წლის. ასე მხიარულად და რაც მთავარია, სადღესასწაულოდ შემართულნი. ცხოვრობდნენ ადამიანები ერთ დროს. ძალიან ნოსტალგიური სიუჟეტის დასასრული. თუ თქვენ ამ წუთში ხელში ჭიქა გიჭირავთ და შობას ზეიმობთ, შეგიძლიათ ახლომდებარე კალენდარს უფრო ახლოს გაეცნოთ. მაგრამ საჭირო კი ეს? აბა